გამარჯობა. მაშასე მიიწურა 20-25 წელი და ამ წლის მიწურულს სურს შემოგთავაზოთ ჩემი გული ხედვა თუ როგორი იქნება 20-26 წელი და ეს გავაკეთოთ დიალექტიკის კანონების ფიზიკის კანონების, ბუნების სხვადასხვა კანონების მრავალ განზომილებიან ჭრილში დავინახოთ მოვლენები, როგორც გასული, ასევე მომავალი მოვლენები და ერთგვარად მეტნაკლები სრულყოფილი შეხედულება ჩამოვიყალიბოთ არსებულ რეალობაზე. მოგეხსენებათ, არსებობს ცენტრი ჩვენს გონებაში, არსებობს მარცხენა ნახევარსფერო, არსებობს მარჯვენა ნახევარსფერო. მოვლენების ტრაექტორია, მოგეხსენებათ, ვითარდება სპირალისებურად, ამიტომ დავხატოთ სპირალის. ასევე მოგეხსენებათ, მოძრაობის დინამიკა ვითარდება ორი ტიპის მიხედვით, მოძრაობის ორი ტიპის მიხედვით. ერთი ეს არის ცენტრიდანული მოძრაობა, ანუ პირველი ეს არის ცენტრიდანული და მეორე ეს არის ცენტრისკენული. ანუ ცენტრიდანული ნიშნავს, როდესაც ჩვენ ცენტრიდან გავბივართ, ასე ვთქვათ, პერიფერიაზე, კიდეებში და ცენტრისკენული ნიშნავს, როდესაც ჩვენ პირიქით ცენტრისკენ მოძრაობთ. ცენტრიდან ჩვენ პირდაპირ კი არ გავბივართ ესე მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ მოძრაობა ვითარდება აქაც სპირალისებურად. ანუ მაგალითად, აი ესე პირობითად რომ აღნიშნოთ, ანუ მოძრაობა ვითარდება სპირალისებური ტრაექტორიით. დიალექტიკის პირველ კანონს შეესაბამება სწორედ ცენტრიდანული მოძრაობა. დიალექტიკა არის ფილოსოფიური მოცემულობა არის. ანუ ასეთი დიალექტიკით ვითარდება ინდივიდის აზრი, საზოგადოებრივი აზრი და ცხოვრება საერთოდ. და პირველი კანონი ჟღერს შემდეგნაირად. პირველი კანონი ეს არის ერთიანობის და ურთიერთდაპირისპირებულთა ბრძოლის კანონი. მოდით აქ დავწეროთ 20-26, იმიტომ რომ ჩვენ უნდა აღწეროთ ეხლა ძირითადად როგორი იქნება 2026 წელი, მაგრამ საჭიროა იმისათვის სიახლეში რომ აღმოჩნდები, საჭიროა მიმოიხედო გვერდზე, გარემო დაათვალიერო და იმის მიხედვით უფრო კარგად დაინახო, სად ხარ ეხლა გარშემო არსებული მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ ვთქვათ, რომ 20-25 წელი იყო სწორედ აი ეს ცენტრიდანული მოძრაობის და ურთიერთდაპირისპირებულთა მოძრაობის აი პირველი კანონის, დიალექტიკის პირველი კანონის მიხედვით შეგვიძლია დავახასიათოთ 20-25 წელი. იმიტომ რომ სწორედ ესეთი იყო 20-25 წელიწადი. იმისათვის რომ ჩვენ უფრო სწორედ გავიგოთ, ხომ, ეს მოცემულობა საჭიროა შევაძაროთ რაღაც სხვა პერიოდებს და მაგალითად 20-25 წელს წინა საუკუნეში ყველაზე მეტად შეესაბამებოდა 1917 წელი. ანუ თუ კი დაგუგლავთ და გავიხსენებთ იმ მოვლენებს, რომელიც 1917-ში ხდებოდა გასულ საუკუნეში, ხო? ჩვენ კარგად დავინახავთ თუ როგორი მოვლენები შეესაბამება 2025-ს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ანუ თუ კი დავაჯამებთ ამ წელს, ხო? 20-25-ს. ეს არის ცხრიანი. ანუ ფესვის ამოყვანის და ციფრთა დაჯამების წესით თუ ვიხელმძღვანელებთ 20-25 გამოდის ცხრიანი, ციფრი 9
და რა არის 9? ისევე როგორც 1917 წელიწადი. რატომ მომყავს 1917, რომ ციფრითაც ემთხვევა და დიალექტიკის და ფიზიკის კანონითაც ემთხვევა ეს ორი წელი ერთმანეთს. და არსებული მაშინდელი მდგომარეობითაც და ახლანდელი მდგომარეობითაც. ანუ რა არის ციფრი 9? ეს არის მამაკაცურის მაქსიმალური გამოვლინება, ანუ ბიჭები ჩხუბობენ რა, ერთი სიტყვით, ესე რომ ვთქვათ. იყოფენ ტერიტორიას, იყოფენ სივრცეს, ეს არის რაღაც ასე ვთქვათ შთანთქმის და დაპყრობის წელი და ომის წელიწადი. ერთი სიტყვით ეს არის ესკალაციის პიკი. კულმინაციური წელიწადი არის, იყო 2025 წელი და ყველა სადღაც გარბოდა, ანუ განსხვავებების და ასე ვთქვათ დაპირისპირების წელიწადი იყო როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად ჩვენს პლანეტაზე და ამით შეგვიძლია დავახასიათოთ ეს ორი წელიწადი, ანუ შედარებისთვის რომ მოვიყვანოთ. მაგრამ რითი განსხვავდება ასევე ახალი საუკუნე იმ გასული საუკუნისგან? ეს არის ის ინფორმაციის სისწრაფე, რაც ააქტიურებს სხვა ენერგიებს. მაგალითად, თუ კი 1917 წელს ჩვენ დღესაც კი არ ვიცით ბოლომდე როგორი სიზუსტით, ანუ სიზუსტი არ ვიცით, როგორი სიზუსტით ვითარდებოდა მოვლენები, ხო? დღესაც კი არ ვიცით. და დღე 2025-ში ვთქვათ, იქ ნეპალში რომ რაღაც რევოლუცია მოხდა, ამას პირდაპირ ეთერში უყურებდა ხალხი. ანუ ინფორმაციის სისწრაფე ააქტიურებს იმ ენერგიებს ადამიანებში, რომელიც 2025-ში, რომელიც 1917-ში არ აქტიურდებოდა, იმიტომ არ იყო გვიან ძალიან შედარებაც არ არის ისეთი დაგვიანებით მოდიოდა ადამიანამდე ინფორმაცია, ხო? სადღაც ახლა თვითმფრინავი ჩამოვარდება, იქვე ვიცით უმოკლეს პერიოდში ყველაფერი და 1917-ში სხვანაირი იყო, ანუ პატრიარქალურიდან, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სხვადასხვა მეტაფორებს ვიხმარ ხოლმე და ერთი და იგივეზე ვისაუბრებ, პატრიარქალურიდან ჩვენ გადავედით, ანუ მატრიარქალურით შემოვიდა ჩვენს რეალობაში. ეს განზომილებაც ემატება. განა მატრიარქატი გახდა. შეიძლება ესეც გახდეს მომავალში, არავინ იცის, მაგრამ ანუ ქალური ენერგიებით შემოვიდა და რას ნიშნავს ეს? საერთოდ ეს ქალური და კაცური ენერგიები როდესაც საუბრობენ, ეს არის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროზე საუბარი. მარცხენა ნახევარსფერო არის, ესე იგი, ის ისტორიული მოცემულობები, ლოგიკა, რაციონალურობა, პრაგმატულობა, არგუმენტებით მსჯელობა და ასე შემდეგ, ხოლო მარჯვენა ნახევარსფერო არის ეს მუზა, ოცნებები, კრეატიულობა, ირაციონალურობა და ასე შემდეგ. ანუ ეს ორი ენერგია, ხო, ერთდროულად არსებობს ადამიანებში და ეს საუკუნე, ეს ინფორმაციული საუკუნე ააქტიურებს იმ ენერგიებს, რომელიც ისედაც არის. ქალურს და კაცურს ეძახიან პირობითად, მაგრამ სინამდვილეში მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროზეა ტვინის საუბარი. ასევე მინდა ვთქვა, რომ რა მოხდა 2024-ში. 2024 მისი ბუნებით იყო, ესე იგი, კონვერგენციული, ანუ ცენტრისკენული გაერთიანების და გამარჯვების წელიწადი იყო მისი მოცემულობით და ეს არის რვიანი ასევე და მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული აი ეს მატერიალიზაციის კანონები, რომელიც ახლა აღნიშნეთ, რაც ქალურ და კაცურ ენერგიებს ეხება რა. ნახეთ, არ იქნა გათვალისწინებული 2024-ში ის, რომ მაგალითად არსებობს ამ ქვეყანაზე ნიანგი, რომელმაც შეიძლება მზე ჩაყლაპოს და დააბნელოს და აღარ გამოჩნდეს ის გამარჯვება. პირობითად რომ ვთქვათ რა. ამიტომ რვიანი კარმასაც ნიშნავს, ანუ რას ნიშნავს კარმა? კარმა ნიშნავს იმას, რომ აი ყველაფერს აკეთებს ზუსტად, სწორად, როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც რაღაცა ხდება. ამიტომ თუ კი არ არის გათვალისწინებული მატერიალიზაციის ის კანონები, რომლებსაც ახლა ვსაუბრობთ, ხო? რომელიც ახალმა საუკუნემ მოიტანა ქალური ენერგიების გააქტიურების სახით, ეგრეთ წოდებული ქალური ენერგიების, ხო? ეს წელი მაშინ გამარჯვების მაგალითად მარცხის წელში გადადის, ანუ კარმა ირთვება, იმიტომ რომ არ ითვალისწინებს ადამიანი
არ იღებს, უარყოფს აი ამ მატერიალიზაციის კანონებს. ეს განა ჩვენი კეთილი სურვილებია და ჩვენი რაღაც მონდომებებია. ეს რეალობაა ესეთი შექმნილი ახალ საუკუნეში, რომ ეს ინფორმაცია აქტიურებს ადამიანში იმ ენერგიას, რომელიც ჯერ მისთვის უცნობია, ამიტომ ამით გამოწვეული არის შიში. ანუ ადამიანში აქტიურდება ის ენერგია, რომელიც აქამდე მისთვის უცნობი იყო. ეს იწვევს შიშს და შიში კიდევ პირველ რიგში იწვევს სიძულვილს. სწორედ ამიტომ არის ამდენი სიძულვილი ერთმანეთის აუტანლობა, რომ ინფორმაცია იმდენად ბევრია, რომ ადამიანებში აქტიურდება გარკვეული რაღაც მოცემულობები, რომლებსაც ისინი წარმოდგენა არ აქვთ იმათ როგორ მოიხსნენ ამას და ამიტომაც ხდება ეს შემდეგი პროცესები, რომელიც გვევლინება სიძულვილის, ერთმანეთის შურის და ასე შემდეგ სახით. თუ კი გვინდა გავიდეთ რვიანის, ანუ გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია ამ კანონების მატერიალიზაციის, აი ამ კანონების გათვალისწინება. მოდით ახლა გავაგრძელოთ ჩვენ, ანუ როგორც ვთქვით 2025 იყო აი ამ ცენტრიდან, ანუ ყველა გარბის და რაში გამოიხატა 2025-ში აი ეს ქალური ენერგიები, რაში გამოიხატება მაგალითად აი მოგოებო დღეს ვის წინააღმდეგ დაქალობთ, ანუ ვის წინააღმდეგ ვერთიანდებით რა. 2025 წელიწადი იყო ესეთი ცენტრიდანული მოძრაობის წელიწადი, ზოგი მემარჯვენეებში გარბის, ზოგი მემარცხენეებში გარბის, ზოგი იქით, ზოგი იმ პარტიაში, ზოგი ამ პარტიაში, ანუ ერთიანობის და ურთიერთ დაპირისპირების წელიწადი იყო 2025. ამავე დროს ეს იყო ცხრიანი, ანუ მაქსიმალური კონფრონტაციის, მაქსიმალური ესკალაციის, კულმინაციური წელიწადი იყო. რაც შეეხება 2026, ეს არის 10-იანი. ეს არის 10-იანი, ძალიან საინტერესო წელიწადი იქნება 2026. ერთის მხრივ აი მანამდელი 9 ბიჯის დამაგვირგვინებელი ფაზა და მეორეს მხრივ ფაზის ტრანსფორმაციის წელიწადი იქნება ეს. ანუ პრობლემების მოგვარების, გაერთიანების, თუ კი 2025-ში ცენტრიდანული იყო, ხო, მოძრაობა 2026-ში იქნება ცენტრისკენული. ანუ მიზანი ესეთია. ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი კეთილი სურვილები, ესე მუშაობს სისტემა, ესე სუნთქავს სისტემა. ანუ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა, ესე სუნთქავს ჩვენი სისტემა სპირალისებურად და ამავე დროს პულსირებს. სხვანაირად გამორიცხულია უბრალოდ დიალექტიკა. და რას ნიშნავს ეს 10-იანი? ეს არის ფაზის გადანაცვლების. ანუ 10-яნის მერე პირობითად რომ ვთქვათ, კარტში, ბანკოში უკვე ნახატიანი ბარათებია, უკვე ტრანსფორმაცია ხდება, სხვა განზომილება შემოდის. მაგრამ თუ კი მაგალითად ცალ-ცალკე შეგვიძლია ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში ავიღოთ ეს კარტები, 10-იანი ცალკე გვაქვს და ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ თამაშში, ანუ პროცესში, ცხოვრებაში, ხო, პროცესში ნახატიანი და უნახატო კარტი ერთდროულად გვირიგდება, ანუ მრავალგანზომილებიანი არის პროცესი. ამიტომ 10-იანი ამავე დროს ერთიანიც არის, ანუ ისევ იმ დაჯამების პრინციპის მიხედვით, ხო, თუ კი ვიმსჯელებთ რა, ისევ ერთიანი, ანუ 10-იანი ამავე დროს არის ფაზის ცვლილების პერიოდი და მეორეს მხრივ არის ახალი პერიოდის დასაწყისიც, ანუ ერთიანია, პირველი ნაბიჯია რა. აი ირთვება აქ ირთვება ამ წელს ირთვება მეორე დიალექტიკის ეს მეორე კანონი, რომელიც ნიშნავს რაოდენობის ხარისხში გადასვლას. რაოდენობა გადადის ხარისხში, დიალექტიკის მეორე კანონი ესეთია. ამისათვის საჭიროა ფაზის ცვლილება, რასაც ზუსტად ასრულებს 2026 წელიწადი და მიზანი 2026-ში არის ცენტრისკენული მოძრაობა. ანუ თუ კი მაგალითად აქ დარბოდა ხალხი ფლანგებზე, სხვადასხვა ფლანგზე, ეხლა უკვე ვინ სადაც არის, ხო, სადაც იმყოფება, იქიდან უკვე ბრუნდება სპირალისებურად ისევ ცენტრისკენ. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გავიაზროთ, რომ ეს მოძრაობები სრულდება სპირალისებურად და ცენტრისკენ მიმავალია.
სხვანაირად უბრალოდ აღარ მუშაობს დიალექტიკა, აღარ ხდება ევოლუცია. იმისათვის რომ პროცესები გადავიდეს შემდგომ ევოლუციურ ხვეულზე აი ამ სპირალში, ხო? დიდ სპირალში, ამისთვის აუცილებელი არის რომ ცენტრიდანული მოქმედების შემდეგ, მოძრაობის შემდგომ მოქმედებები გადავიდეს ცენტრისკენ. ესე მუშაობს ბუნება, ესე ვითარდება ბუნება, ესე ხდება ევოლუცია. ეს იქნება ძალიან ბევრი დიდი სამუშაო წელიწადი. ეს იქნება, უნდა იყოს გაერთიანების, საერთო მიზნების დასახვის და ასე ვთქვათ, უფრო მეტი სიმძლავრეების ერთიანობაში აღმოჩენის წელიწადი და ჩვენ უნდა ვიხილოთ ტრანსფორმაცია, ანუ რაღაცის ცვლილება, ისევე როგორც 10-იანის მერე მომდინარეობს უკვე ნახატები. დაახლოებით ესეთი მეტაფორულად რომ ვთქვათ, აი ესეთი პერიოდი გველოდება. ამისთვის არის მოსამზადებელი, ჩვენ ამაზე ახლა ვისაუბრებთ. რაც შეეხება მაგალითად 2027-ს, ანუ 2027 იქნება განსაკუთრებული წელი, მოკლედ 2027-ს ვთქვათ. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, აქ ჩაირთვება მესამე კანონი დიალექტიკის, ესე უარყოფის კანონი, ესე ეწოდება მას, უარყოფა. ეს არის მესამე კანონი. ანუ ვინც 25-ს და 26-ის კანონებს უარყოფს, იმისთვის ამოქმედდება 2027-ის განსაკუთრებით პირველ ნახევარში ამოქმედდება უარყოფის კანონი. ანუ ვინც უარყოფს, ის იქნება ცხოვრების მიერ უარყოფილი. უარყოფის კანონი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კარმის სისწრაფე. ანუ კარმის შემადგენელი ნაწილი. საერთოდ კარმის გაგება და ცნება ძალიან კარგად აისახება აი ამ დიალექტიკის მესამე კანონში, რომელსაც ეწოდება უარყოფის უარყოფა. ანუ თუ კი მე უარყოფ იმას, რაც ცხოვრების მიერ, მაგალითად მატერიალიზაციის კანონებს, რაზეც წეგან ვისაუბრეთ, ხო? აი ამ ენერგიებზე, რომელსაც ააქტიურებს ახალი ეპოქა. იმიტომ რომ ინფორმაციის სისწრაფეა, ხო? ანუ თუ კი მე არ ვითვალისწინებ ამ კანონებს, ხო? მაშინ ანუ არ ვითვალისწინებ ცხოვრებას, არ ვითვალისწინებ დიალექტიკას, არ ვითვალისწინებ ფიზიკის, ბუნების კანონებს, ამიტომ ცხოვრება რთავს ჩემი უარყოფას. მეც უარყოფს მე თუ კი მე ამას არ ვითვალისწინებ. შესაბამისად, ეს კარმული პროცესი ხდება დაუსრულებელი და გამარჯვებაში ვეღარ გადადის და სინამდვილეში რვიანი გამარჯვების მომტანიც არის. რომელიც ასე ვთქვათ არ გამოჩნდა, იმიტომ რომ ნიანგმა მზე ჩაყლაპა და ასე შემდეგ ეს ბევრი მეტაფორით შეგვიძლია განვიხილოთ. როდესაც ეს მოახლოვდება, მე აუცილებლად შეგატყობინებ და გეტყვით დანარჩენ დეტალებსაც ამ წელთან დაკავშირებით და ამ საკითხებთან დაკავშირებით და რა მანამდე კი აუცილებელია რომ განვითარდეთ, აუცილებელია შევიძინოთ ახალი უნარები, ახალი ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გავაძლიეროთ ჩვენი ძლიერი მხარეები. რაში გამოიხატება ეს რა? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი, მაგალითად, ენერგია უდრის mc კვადრატში, ხო? ანუ ეს კანონი არსად არ მიდის, მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია და რას ნიშნავს? ახლა მოდით მოკლედ ვთქვათ, ანუ საჭიროა მასის დაგროვება. აუცილებელია რომ მასა დაიგროვოს ადამიანმა და ანუ ინფორმაციულად გაზრდაა საჭირო. აუცილებელია გაფართოვება და გაზრდა. ასევე როგორ უნდა მოვახდინოთ მასის დროზე დატანება, როგორ უნდა გადაიქცეს მასა ენერგიად. მაგალითად ავიღოთ შედეგების სკალა, ანუ ამ შემთხვევაში შედეგი არის მასა, რაღაც შედეგია, ეს არის უკვე მასა. და ავიღოთ დროის სკალა, ხო? ეს არის ასევე რა თქმა უნდა დღეები, კვირები, თვეები თუ წლები, ხო? ავიღოთ ეს. ანუ თუ კი ეს არის მასა და ეს არის დრო, მაშინ რა იწვევს
ამ ორი მოცემულობის ენერგიად გადაქცევას. ეს არის უკვე სიჩქარე, ანუ აჩქარება. საჭიროა აჩქარება, მასა გამრავლებული სიჩქარეზე, აჩქარებაზე უდრის ენერგიას. ეს გასათვალისწინებელია, ანუ თუკი ჩვენ ამ ორ მოცემულობას, შედეგებს, მასას და დროს, ანუ აჩქარებას დავადებთ ერთმანეთზე, ჩვენ ვიღებთ აი ამ მოცემულობას ენერგიას. აუცილებელი არის ასევე იმის გათვალისწინება, რომ ხა იმ დროს უსმენდი მაგალითად ერთ-ერთ ინგლისურენოვან პოდკასტს, სადაც მომავლის ცხოვრებაზე იყო საუბარი, ანუ რა იქნება, ინდივიდუალიზმზე იყო საუბარი და აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, რომ ინდივიდუალიზმის ეპოქაში შევდივართ. საჭიროა რომ თითოეულმა ადამიანმა იმუშაოს საკუთარ თავზე, ასევე მინდა ვთქვა, რომ ფლობა, რაღაცის ფლობა არის აუცილებელი მომენტი ინდივიდუალიზმისთვის, ხო? თუკი შენ სულ მცირე უნდა ფლობდე იმის უნარს, რომ საკუთარი თავის სწორად, შენი თავის შესაბამისად წარმოაჩინო, ხო? ზოგიერთი ადამიანი იტაცებს ხოლმე ესეთ სწავლებებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თურმე შენ რას ფლობ. ბევრი ამას გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ რამეს ფლობ, თუ არ ფლობ, შენ თავარია შენი ინდივიდუალობა წარმოაჩინო. მინდა გითხრათ, რომ ეს მემარცხენისტული სწავლებები, ხო? პოლიტიკურ მემარცხენეობაზე მაქვს საუბარი და არა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროზე. ეს პოლიტიკურად მემარცხენისტული სწავლებები დგას აი ესეთ სწავლებებზე, რომ ადამიანებს ეუბნება, შენ არ აქვს მნიშვნელობა რას ფლობ. სინამდვილეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო, ჩვენ რას ფლობთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ ხდება შედეგი, ანუ შედეგი არის რაღაცის ფლობა. სინამდვილეში ჩვენ ვფლობთ, ჩვენია ეს მიწა. უფრო მეტსაც გეტყვით, ქართული მიწის ქვეშ რაც არის და ზემოთ რაც არის, ისიც ჩვენია. მეგობრებო, უბრალოდ არ ჩანს ეს, იმიტომ რომ სიბნელეა გასაგები მიზეზების გამო. თუმცა გავანებოთ თავით მატერიალურად ერთი წუთით, დროებით დავანებოთ თავი, ხო, სულ მცირე უნარებთან გვაქვს სამუშაო, იმისთვის რომ ეს ინდივიდუალიზმი საჭირო ფორმით წარმოჩინდეს. შიშის დაძლევის უნარები აუცილებელია 2026-ში. ეს იქნება განსაკუთრებულად აქტუალური თემა შიშის დაძლევის უნარი. ანუ შიშის ტრანსცენდენცია უნდა მოვახდინოთ. უნდა აუმაღლდეთ შიშზე. განა ჩვენ გიჟები ვართ და შიშის განცდა არ გვაქვს. და განა არ არსებობს. შიში არსებობს. მაგრამ უნდა გაიარო ამ შიში, უნარად უნდა გადააქციო. ჩვევაში კი არ უნდა გქონდეს. რასაც ქვია, ჩვეულებრივი ინსტრუმენტად უნდა გაიხადო ეს. ადამიანი, იმიტომ რომ აუცილებლია ამის გარეშე ადამიანები უბრალოდ ვერ დგამენ რაღაც ნაბიჯებს. ამიტომ შიშის დაძლევის უნარი ერთ-ერთი აუცილებელი უნარი იქნება 2026-ში სამუშაო. რას გვაძლევს, რისთვის არის ეს ენერგია, ხო? ანუ ეხლა რაზე ვსაუბრობთ, ხო? ეს ენერგიაზე, რისთვის არის საჭირო? ანუ აი მაგალითად ეხლა დავხატოთ, მოდით ესეთი მოცემულობა, ესეთი, აი ესეთი, ხო? ესეთი ყვავილი დავხატოთ, ხო? აი რას უჩვენებს ეს ყვავილი, რაზე მიუთითებს, ხო? ეს რა არის? ეს არის ენერგიის მაჩვენო, ვინ რამდენი ბენზინი ჩაისხა რა, რამდენი საწვავი ასხია ავტომობილში, სადაც მიდიხარ, სადღაც ცენტრიდანული მოქმედების და სადღაც წახვედი, აი აქ და ჩეკაუტი გააკეთა ადამიანმა, მაგრამ ხომ უნდა დაბრუნდეს. ანუ ენერგია მხოლოდ წასვლისთვის კი არ არის საჭირო, ენერგია საჭირო ასევე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ადამიანი, ხო? ადამიანი პროცესი, ანუ ეს პულსაცია, ეს სუნთქვა რომ განხორციელდეს, ენერგია საჭირო. კეთილი საქმეების კეთება ხო გვინდა, ამიტომ მე რაც უფრო მეტი ენერგია გაქვს, მით უფრო მეტ კეთილ საქმეებს გააკეთებ. ეს აუცილებელი მომენტია, რომ ენერგია გავიჩინოთ. ენერგია უნდა გავიჩინოთ მასის დაგროვებით, ანუ შედეგებით, რომელიც გამრავლდება სისწრაფეზე, სიჩქარეზე. რომ დავზუსტდეთ, მაგალითად ვიღაცა კარგ საქმეს არ აკეთებს და ცუდს აკეთებს, ხო, ანუ მინუსში გავიდა რა. ყველა ვარიანტში ბრუნდება ცენტრისკენ. ყველა ვარიანტში ბრუნდება ცენტრისკენ, მაგრამ თუკი ეს ბრუნდება მაგალითად საათის ისრის მიმართულებით, ეს ბრუნდება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და სპირალისებურად აქაც. ანუ ყველა ვარიანტში ბრუნდება, ყველა შემთხვევაში, მაგრამ დაბრუნება ხდება გვიან, იგვიანებს.
იმიტომ რომ მინუსებში გავიდა სპირალი, დროის სპირალი სხვანაირად ტრიალებს უკვე მის შემთხვევაში რა. როგორ აისახა ეს ყველაფერი ბიზნესზე? ანუ შემოვიდა რა მატერიალიზაციის კიდევ ერთი ახალი კანონია, რომ ჩვენ უნდა უყუროთ მოვლენებს როგორც ჩვენს ოჯახში მიმდინარე პროცესს, ჩვენს კომპანიას, ჩვენს პარტია, ეს თუ ბიზნესია, თუ სახელმწიფო, ხო? ნემოთ პლანეტა, ხო, ეს ადამიანების სახლია, ჩვენი ოჯახია ეს რა, ამიტომ ვერ ვაუხმებთ ჩვენ ვიღაცებს, ვერ ასე ვთქვათ, ვერ ვათავისუფლებთ პირდაპირ რა. სხვათა შორის ჩვენ ძალიან მყაფიოდ გამოჩნდა 2025-ში თუ როგორ მარცხდებიან დიდი კორპორაციების ლიდერები, ისეთი ლიდერები, რომლებმაც აქამდე არ იზრუნეს, მხოლოდ ფულზე ზრუნავენ და შემოსავალზე და არ იზრუნეს იმაზე, რომ ვისზეც ისინი დამოკიდებულები არიან, ანუ მოსახლეობის გადახდის უნარიანობაზე ვარ ზრუნავენ. ხო, თქვათ, მაგალითად ბანკების უფროსები ზოგი რა ციხეშია, ზოგი იყო, ზოგი აღმოჩნდება ალბათ ვინ იცის, ხო? ანუ ხედავთ ამ ადამიანების ეგზისტენციალურ მარცხს. იმიტომ რომ მხოლოდ მოგებაზე ზრუნვა აღარ არის თანამედროვეობის ასე ვთქვათ ეს მეინსტრიმული იდეა რა. აუცილებელია რომ იზრუნოს ლიდერმა იმაზე რომ მისი ქვეშევრდომია, მისი თანამშრომელია თუ მისი მიმდევარია თუ როგორც მინდა დავარქვათ ამას, ხო? რომ იმანაც უნდა გაიმარჯვოს. უნდა იზრუნოს, ანუ პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლება, ხო, პირდაპირ მოშორდი და თქვა დაბრედვა რა. თუ წინა ეპოქის აი კულმინაციური გამოხატულება იყო მაგალითად შიმშილის თამაშები ფილმი, ხო? ან და თქვა აი ბოლოს ახლა კალმარის თამაშები, რომელმაც კარგად ასახა დღევანდელი თანამედროვე რეალობა. ანუ ესე ვეღარ ბრიდავთ ჩვენ რა ადამიანებს პირობითად, ვეღარ ვათავისუფლებთ, ვერ ვაუხმებთ ჩვენ მთვარეს, მაგალითად რაღაც არ მოგვეწონა მთვარის მოქმედება რა, ვერ ვაუხმებთ მას. არ ხდება ეს მზე, არ მოგვეწონა მზე როგორ ანათებს. ბები არ მოგვეწონა ბებია როგორ მოქმედებს, ჩვენი ოჯახია, ვერ ვაუხმებთ მას. ამიტომ საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ იმანაც გაიგოს რა არის გამარჯვება და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს ამის გარეშე ყველა მარცხდება. დავით რას ვამბობ, ანუ აუცილებელია ლიდერებმა იმაზე ვიზრუნონ, რომ სხვები გაიზარდონ. თანამედროვე ეპოქაში ლიდერი იზრდება იმდენად, რამდენადაც იზრდებიან მისი მიმდევრები. ეს გარდაუვალ ეს ბუნების კანონი, ეს მატერიალიზაციის კანონია რა. აი 2025-ზე ვსაუბრობდით, ხო? ესე იგი, თუკი ჩვენ ავიღებთ 2025-ს და ამ კულმინაციურ ცხრიანს. ამ წელიწადში ყველაზე მეტად არქეტიპულად განვიხილოთ, ყველაზე მეტად გამოიხატა ეგრეთ წოდებული დედაბერის არქეტიპი, დედაბერის და ოქროს თევზის არქეტიპი, ანუ ადამიანმა გაუშვა მისი მეუღლე, მებადური, მოხუცი გაუშვა ოქროს თევზის დასაჭერად, არ იკმარა ოქროს კოშკი და მოინდომა რომ ის ვინც მე სურვილებს მისრულებს, აი ეს ოქროს თევზი მოვიდეს და ჩემს სახურად იყოსო რა. ანუ წარმოიდგინეთ ახლა, ესე იგი ის რაც სურვილებს მისრულებს, რომ უნდა იყოს თურმე იმის მსახური, ვისაც ის სურვილებს უსრულებს. ანუ აი მაქსიმალური მარაზმია ეს სიმართლე რო გითხრათ და აი მარაზმის გამომხატველი იყო სწორედ აი ეს 2025 წელიწადი. რაც აუცილებლად 2026-ში უნდა გადავიდეს სხვა ფაზაში. ესე მოხდება, ეს არ არის ჩვენი კეთილი სურვილები. ესე პულსირებს, ესე სუნთქავს ჩვენი სისტემა. და ნახეთ რა, შევადაროთ ახლა ამას, რომ მაგალითად მზე, აი ეს თუ მზე არის, ხო? და ეს პლანეტები, ხო, ესე იგი, თურმე მზე უნდა ტრიალებდეს პლანეტების ირგვლივ და პლანეტები უნდა ეუბნებოდნენ მზეს როგორი ტრაექტორიით იმოძრავოს და საწავლის. სურვილებსაც გვისრულებდეს ჩვენ მზე და თან კიდევ ჩვენს გარშემო ტრიალებდეს უნდა მზე. აი ამისი გამოხატულება იყო, ანუ თუნდაც ის მინერალები, რომელიც სადღაც გახადეს რაღაც მთავარ ძირითად ზოგ-ზოგი ერთებმა გადააქციეს რაღაც კაცობრიობის თურმე ძირითად მთავარ ღირებულებად. ადამიანების გარეშე, ხო, არაფერი ღირებულება არ აქვს იმ მინერალსაც და იმასაც, ხო, ანუ ყველანაირ სიმდიდრეს, ყველანაირ კი, ეს ყველაფერი კარგია, უნდა იყოს მასა, უნდა დაგროვდეს, მაგრამ თუ კი ეს ადამიანების გარეშე ხდება, ხო,
თუ კი ეს მზის გარეშე ხდება, სახელმწიფოში სურვილების შემსრულებელი, სახელმწიფოში მზე, სახელმწიფო სისტემაში მზე არის ადამიანი. ისევე როგორც ბიზნესში. ბიზნესშიც მზე არის ადამიანი. ანუ ადამიანზე ორიენტირებული ეპოქა მოდის და ესეც აი მატერიალიზაციის კანონებში შედის ახალი ეპოქის. ხო? აქვე მინდა მოკლედ ვთქვათ, რომ აი სულ საუბრობთ ჩვენ ზრდაზე და განვითარებაზე. ზრდა და განვითარება. რითი განსხვავდება ეს, რა? განვითარება. რითი განსხვავდება ეს ორი რაღაც? ზრდა არის ამ შემთხვევაში მასა და განვითარება არის სისწრაფე. განვითარება არის მისწრაფება. და ზრდა არის მასა. შედეგები, ეს არის ზრდა და ეს არის დრო, არის განვითარება. და ზრდა და განვითარება ერთდროულად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ენერგიებამდე მივიდეთ და გქონდეს ენერგია იმისი, რომ აი აქ დავაჩეკავდეთ, უკან დავაბრუნდეთ და შევასრულოთ დიალექტიკის ის კანონი, იმიტომ რომ თუ კი ეს კანონი არ სრულდება, თუ კი დედავერის პოზიციაში რჩება ადამიანი, ხო? და ესე იგი ოქროს თევზი მინდა და სურვილების აქ მემსახუროს ოქროს თევზი, თუ კი ამ პოზიციაზე რჩება, მაშინ აუცილებლად ირთვება ეს კანონი, რომელიც 2027-ში ამოქმედება განსაკუთრებული აქტუალურობით, განსაკუთრებული სიმძაფრით იქნება ეს ამოქმედებული და აქ კიდევ ისიც აღნიშნოთ, რომ აი როგორც იმ ბანკოს ბარათებშია, რომ ცალ-ცალკეც არსებობს ეს კარტები, მაგრამ თამაშში ერთდროულად გვირიგდება, ანუ მრავალგანზომილებიანია, ზუსტად ისე არის აი ამ კანონების მოქმედება. ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ერთდროულად ვერ განახორციელებ. მაგრამ უარყოფის კანონი, ანუ მესამე კანონი თანმდევია აი ამორის. თანმდევია ცენტრიდანული და ცენტრისკენული მოძრაობის თანმდევია, თუ კი არ ასრულებს ადამიანი ამას სწორად, ხო, აი ამ კანონებს, მატერიალიზაციის კანონებს, მაშინ ირთვება, ანუ უარყოფს ის რაღაცას. აი ეს არის კომპლექსი. კომპლექსი არის, როდესაც შენს ბუნებრივ დანიშნულებას უარყოფ. ანუ შენს ინსტინქტურ იმპულსებს უარყოფ, საჭიროა შეისწავლოს ადამიანმა ეს, საერთოდ სისტემა ძალიან ბლოკავს განსაკუთრებით ამ ეპოქაში შემეცნების და საქართველოში იბლოკება ეს განსაკუთრებულად. შემეცნების და კრეატივის ინსტინქტი იბლოკება, რაც იწვევს შემდგომ აი ამ კარმულ პროცესებს, ეგრეთ წოდებულ კარმულ პროცესებს, ანუ მესამე კანონს რთავს დიალექტიკის. უარყოფა. თუ კი მე უარყოფ, რაც მე ცხოვრებით ეხლა დავალებული მაქვს აქ რომ შევასრულო, მაშინ ხვალ მე ცხოვრება უარყოფს. ანუ აი ესეთი დიალექტიკის კანონია ეს, ბუნების კანონებია ხალხო ეს. ეს არ არის რაღაც შეთქმულების თეორიები და რაღაც შაუბნელით მოცული გაუგებარი რაღაცები. ეს ჩვეულებრივი კანონებია ბუნების, რომელიც აუცილებელია რომ შევასრულოთ. კომპლექსთან მუშაობა აუცილებელი, რაც 2026-ში უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები. გარკვეული ძალები არსებობენ, რომლებიც რა თქმა უნდა ამ პროცესებს, აი ამ პროცესს რომ არ გადავიდეს სხვა განზომილებაში, უკეთეს განზომილებაში რომ არ გადავიდეს, ხო, მოვლენები აკავებს კაფსულირებას უკეთებს, მაგალითად რაც 2025-ში კარგად ნახეთ. ძალიან ბევრი რამე დაკაფსულდა, არ გადაწყდა იმისთვის რომ გადავიდეს და შემდგომაც იგივე გაგრძელდეს. ანუ ეს ფაქტიურად ძალადობის ტოლფასია, სისტემაზე ძალადობს. აი სუნთქვას არ აცლის, თუ კი ამოსუნთქვას არ აცლის სისტემას, ეს ძალადობაში გადადის. აი ნიანგისთვის ხო, ექიმია საჭირო, უნდა რომ მოარჩენოს ექიმი, ამ შემთხვევაში შინაარსია. ექიმი შინაარსია. კი, რა თქმა უნდა, შემდეგ ამ შინაარსს მოდიან და ლიდერები აღასრულებენ, მაგრამ ეს ის შინაარსი, ანუ მხოლოდ ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება კი არა, შინაარსის გარშემო გაერთიანება უნდა მოხდეს. ექიმი არის შინაარსი, რომელიც დააღებინებს ნიანგს პირს და გამოუშვებს მზეს. ეს მეტაფორულად ვსჯელობთ ერთი და იგივეზე, რა, სხვა მეტაფორების მიხედვით. ანუ თუ კი 20-25 წელიწადი იყო დივერგენციული წელი, ანუ განსხვავებების და განშტოებების წელი იყო, 20-26 წელიწადი უნდა იყოს აუცილებლად კონვერგენციული, ანუ ერთიანობაში მომყვანი, იმისათვის რომ სუნთქვა შესრულდეს და ამოქმედდეს მეორე კანონი, ანუ რაოდენობის ხარისხში გადასვლის კანონი. ასე რომ ძალიან საინტერესო
დრო გველოდება, ძალიან საინტერესო წელიწადი გველოდება და გისურვებთ პროდუქტიულ 20-26 წელიწადს, ასევე შეიძინეთ და წაიკითხეთ ჩემი წიგნები, გამოსახულების ალფაბეტი, რომელიც არის ახალი ფსიქოლოგია და ეძღვნება მემეტიკას, მარკეტინგს და სხვა ძალიან საჭირო და სასარგებლო საკითხებს. ასევე ფერარის გაკვეთილი ელექტრონული წიგნი, რომელშიც აღწერილია ენცო ფერარის ნამდვილი ლიდერული თვისებები და ის მახასიათებლები და უნარები, რომლებმაც მას გამარჯვება მოუტანა და ფაქტობრივად ეს წიგნი არის ინტუიციასთან სამუშაო უნარის სახელმძღვანელო. ისურვებთ საუკეთესო, პოზიტიურ და წარმატებულ 2026 წელს. მადლობა ყურადღებისთვის.